როგორ დიდი სიხარულია, რომ შენი ქვეყნის იმს ააჟღერებ, როგორ დიდი პატივია პირველ რიგში, რომ ააჟღერებ შენი ქვეყნის იმს. თან საათი. ააჟღერებ, ხო, აბა და მოკლედ ოჩახს ვაჟა მარგველაშვილს საქებარი სიტყვის მეტი არაფერი ეკუთვნის მას, ეს შემოიჭრა დიდ ძიუდოში, ანუ შემოიჭრა თან როგორ. რიოს ოლიმპიადაზეც ანგარიშ გასაწევი ზალა იქნება და კონკურენტუნარიანი ძიუდოისტი მთლიანად იმ ოლიმპიადაზე კი რა თქმა უნდა იქ გაცილების ძლიერი შემადგენლობა იქნება, იქ არ დავივიწყოთ აზიელები, ანუ იგივე კორეელები, იაპონელები, მონღოლები, მაგრამ ვაჟამ უკვე თავისი თქვა ევროპაში თქვა და ჯერი ეხლა უკვე მსოფლიოს მასშტაბით არის და ნახოთ იქაც წარმატება უნდა უსულოთ რა თქმა უნდა ქართულ ძიუდოისტს. ბრინჯაოს პრიზიორები ამ წონაში გახდნენ იტალიელი ფაბიო ბაზილე და რუსეთის წარმომადგენელი არსენ გარსტიანი. ფაბიო ბაზილეს არადა ვაჟამ თბილისის გრან-პრიზე ფინალი მოუგო. კოლინოუც იტანელი. და გამარჯვებული ვაჟა მარგველაშვილი. აი ხედავთ რასლო ტოტმა ქართულად უთხრა გაუმარჯოს. იგი უნგრეთიდან არის, ძალიან უყვარს ქართველები, კარგი დამოკიდებულება აქვს თლიანად საქართველოსთან და ხშირად არის აქაც ნამყოფი, იცის ქართული სიტყვები. ევროპის ჯუდოს კავშირის მთავარი ხაზინადარია რასლო ტოტი. სულ რამოდენიმე წამში მოვისმენთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნს და შემდეგ უკვე ნელ-ნელა ჩვენს დაგემშვიდობებით. ეს კი გამოცდილი კოლინოუცი ვაჟამ ანუ ფინალში მას მოუგო თან 10 წლით უფროსია მარგველაშვილზე. For the national anthem of Georgia. Дамы и господа, просим вас встать, звучит национальный гимн Грузии. ესაც ახლა რომ ბოლომდე არც ერთ ჰიმნს არ ასრულებს. ნუ ვერ დააბრალებ იმას რომ საქართველოს ჰიმნი არა, სხვა ჰიმნის ადრე გაწყვეტეს, მაშასე ჩვენ უკვე ნელ-ნელა ვასრულებთ ამ მაჟორულ ნოტაზე დღევანდელ ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე. ზურა უსუფაშვილი და დათო ბანანაშვილი ვიყავით თქვენთან ერთად და უკვე ხვალ რა თქმა უნდა საღამო 7:30-დან გელოდებით ისევ ეკრანებთან და ჩვენ კიდევ არაერთი წარმატების მომსწრენი უნდა გავხდეთ ერთად. მადლობა ნახვამდის. გემშვიდობებით.